მთავარმა პროკურატურამ უკანონო ჩამორთმეული ქონების 4 ახალი საქმე გახსნა. საგამოძიებო უწყებაში განმარტავენ, რომ რამდენიმე ყოფილი თანამდებობის პირის წინააღმდეგ შესაძლოა სისხლის სამართლის საქმეც აღიძრას. დაზარალებულები წართმეულ ქონებას სიმბოლურ ფასად ერთლარად იბრუნებენ. რა ეტაპზეა ხელახალი გამოძიება და რას ყვებიან დაზარალებულები, ჩვენი რეპორტაჟიდან შეიტყობთ. ხელახალი გამოძიება და დაკმაყოფილებული 4 დაზარალებული. მთავარი პროკურატურა 2012 წლამდე უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას აგრძელებს. ახალი დეპარტამენტის მიერ გახსნილია ქონების იძულებით ჩამორთმევის მორიგი 4 ფაქტი, რასთან დაკავშირებითაც პროკურატურამ უკვე მიიღო შემაჯამებელი გადაწყვეტილებები, რაც გადაგზავნილია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში და მათ მიერ მოქალაქეებისათვის ხსენებული 4 დაზარალებულისათვის უნდა მოხდეს 4 ავტომანქანის დაბრუნება, 1 მიწის ნაკვეთის და 35,000 ლარამდე ღირებულების 48 სახეობის ოქროს ნაკეთობის. მოხდა ისე, რომ დამათმობინეს. 1000 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს რამდენიმე დღეში დაიბრუნებს ზაზა ფართლაძე. წარსულზე საუბარი უჭირს. ამბობს, რომ მის მიმართ განხორციელებულმა მუქარამ იძულებული გახადა $60,000 ღირებულების მიწის ნაკვეთზე უარი ეთქვა. შევიტანეთ განცხადება. შემდგომ გასაოცრად, ესე იგი 1 თვის მანძილზე ფაქტიურად მოხდა მოწმეების დაკითხვა, ყველაფერში გაერკვნენ, მცნეს დაზარალებულად და გადმომცეს ეს მიწის ნაკვეთი დამიბრუნეს სიმბოლურ ერთლარად. სხვა დაზარალებულების მსგავსად ჩამორთმეულ ქონებას ავთანდილ მიხაძეც სიმბოლურ ფასად ერთლარად დაიბრუნებს. 2011 წელს წინა ხელისუფლებისგან მოხდა ჩემი დაკავება, შემდგომ მიმიყვანეს გაყოფილებაში, სადაც მოხდა ჩემი საპროცესო შეთანხმება, ანუ 5,000 ლარი და მითხრეს, რომ უნდა დაგეთმო ავტომობილი. მიმართე პროკურატურას განცხადებით, რის საფუძველზეც მოხდა წინა 2 დღის წინ, ანუ დაკმაყოფილდა ჩემი მოთხოვნა და მიბრუნდება დღეს მითხრეს, რომ დაგიბრუნება ავტომობილიო. თეიმურაზ გავაშელიშვილს კი სასამართლოში ბრალდების მოხსნის სანაცვლოდ 2011 წელს 2 ავტომანქანა და ოქროს სამკაულები დაათმობინეს. დამაკავეს 2010 წლის 6 ივნისს. ჩავამართვენ მაშინ 2 ავტომობილი, ერთი Mercedes, ერთი Volkswagen Jetta და ჩემი შვილების და შვილიშვილების განათლიჯვრები, ქორწინების ბეჭდებიდან ოჯახის ძვირფასეულობა მიმართე ამ ახალ დეპარტამენტსაც, რომელმაც მოიკლიან მიიღენ გადაწყვეტილება, რომ ნივთები იყო უკანონოდ ჩამორთმეული და როგორც ვაცნობას და მაცნობას ნივთებს და ავტომანქანებს დამიბრუნებდნენ. მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტში იძულებით ჩამორთმეულ ქონებასთან დაკავშირებით სულ 697 განაცხადია შესული. აქედან საგამოძიებო უწყებამ დაზარალებულად 13 ადამიანი უკვეცნო. 9 ქონება უკვე დაუბრუნდა. პროკურატურის ინფორმაციით ახლო მომავალში ყველა იმ ყოფილი მაღალჩინოსნის ვინაობაც გახდება ცნობილი, რომლებიც მოქალაქეებისთვის ქონების უკანონოდ ჩამორთმევის პროცესში იყვნენ ჩართულები.